კარგად დააკვირდით ამ ვიდეოს და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, აი ეს მოძრაობა, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ნორმალურია თუ არა. ეს არის კვირისტავი, ანუ პატელა ლათინურად, რომელიც უშუალოდ მუხლის სახსრის წინ მდებარე ძვალია. ალბათ სრული მისახვედრი არ არის, რომ პირველ ვიდეოში ნაჩვენები მოძრაობა არის პათოლოგიური და ამას პატელას, ანუ კვირისტავის ლუქსაცია, ანუ ამოვარდნილობა ჰქვია. აი ეს არის ის ძვალი, რომელზეც ვლაპარაკობდი პირველ ვიდეოში. ესეთი მარტივი და მრავლობითი ამოვარდნილობა არის აი ამ იოგის დაზიანების შედეგი. ეს არის იოგი, რომელიც აი ამ ძვალს, ანუ კვირისტავს აკავშირებს ბარძაყის ძვალთან მედიალურად. მედიალურად ნიშნავს სხეულის შუა ხაზისკენ მდებარე და ამ პატელოფემორალური იოგის დაზიანების შემდეგ ხდება რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელსაც აქ ხედავთ, რათა ეს ამოვარდნილობები შემცირდეს და ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა ძვლოვანი დაფიქსირდეს თავის ადგილას ანატომიურად და დაიცვას მუხლის სახსარი. ეს არის ძალიან მაგარი ოპერაცია, რომლის დროსაც ამ იოგის ხელოვნური რეკონსტრუქცია ხდება მყესოვანი აპარატისგან და მისი დაფიქსირება მსგავსი ხრახნებით, რის შემდეგაც ის თავის ანატომიურ მდგომარეობაში რჩება.